მართლმადიდებელი ქრისტიანები ერთ-ერთი გამორჩეული წმინდანის, საქართველოსთვის განსაკუთრებულად პატივსაცემი წმინდა დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელის აღსრულების დღეს აღნიშნავენ. გადმოცემის მიხედვით წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში დაიბადა. იგი რომის იმპერატორის დიოკლეტიანეს მხედართმთავარი იყო. კერპთ თაყვანის მცემელმა დიოკლეტიანემ წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. მრავალი ტანჯვაწამების, მათ შორის ურმის თვალზე გაკვრის შემდეგ წმინდანს თავი მოჰკვეთეს. წმინდა ძლევამოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. ის ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც უძლეველი ზეციური მხედარი. გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეა, 23 ნოემბერს კი მისი ბორბალზე წამების დღე. აღსანიშნავია, რომ 23 ნოემბრის აღნიშვნას ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა. გილოცავთ დღევანდელი დღის დღესასწაულს, წმინდა გიორგის დღესასწაულს. დღეს არის მოგესალმებათ წმინდა გიორგის თავის კვეთის დღე და უდიდესი დღესასწაულია ჩვენი ერისათვის. და რა თქმა უნდა, დღევანდელი დღე ჩვენთვისაც, იმიტომ რომ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ვიმყოფებით და ულოცავ სრულიად საქართველოს უწმინდესთა უნეტარეს ილია მეორეს ჯანმრთელობა მიღმადლოს უფალმა, ულოცავ მის ყოვლადუსამდელო ესობას მეუფე მელქისედეკს, მრავალს დაასწროს ღმერთმა, დღეს მეუფემ აღასრულა აღწირვა და მრავალს დაგვასწროს ღმერთმა. ძალიან მნიშვნელოვანია წმინდა გიორგის ცხოვრება და მოღვაწეობა ქრისტიანობაში და ზოგადად ნებისმიერ ქრისტიანისათვის, იმიტომ რომ მისი ერთგულება, ღვთისადმინა თავდადება ძალიან მარტივად შეიყვარა ქართველმა ერმა და როგორც მოგესალმებათ, ძალიან დიდ პატივს სცემს ჩვენი ერი წმინდა გიორგის სახელს, იმიტომ რომ უამრავი ეკლესია გვაქვს მის სახელზე და შეგვეციოს და გვფარავდეს წმინდა გიორგის მადლი და აგლოცოთ ღმერთმა და გაგახაროთ. ძალიან დიდი დღესასწაულია, დიდი სამართლო დღესასწაულია. წმინდა გიორგობა, როგორც მოგეხსენებათ, წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 23 ნოემბერი და დღეს 6 მაისი. სრულიად საქართველოს ქართველ ერს, თითოეულ ქართულ ოჯახს უსურვებ მშვიდობას, უფლის წყალობას, წმინდა გიორგის წყალობას. მთელ საქართველოს ულოცავ. მრავალს დაასწროთ ღმერთმა ყველა ერი, ბერი და მშვიდობა ყოფილიყოს ჩვენს ქვეყანაში და ყველა ქვეყანაში. ყველა ყოფილიყოს ჭეშმარიტი, მორწმუნე, მართლმადიდებელი და გაამთლიანოს საქართველო. მე აფხაზეთიდან ვარ. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი მიწა-წყალზე დაბრუნებული იყოს ჩვენი დევნილთა მოსახლეობა მშვიდობით და იქაც შევხედროდეთ ყველანი ერთად.